ზარის დარეკვის დროს ურთიერთობებიც წყდება და მასწავლებლები სიტყვას წყვეტენ, იმიტომ რომ ახლა მათი დასვენების დროა და აი მაგაზე ხშირად მსმენია ხოლმე ვთქვათ, რომ აი თანამედროვე ბავშვებში არ არის ინტერესი ფიზიკის მიმართ, ქიმიის მიმართ, ბიოლოგიის კი, ეს ძალიან კარგი თემა. მეც მინდოდა ამაზე საუბარი. აი თვალები ამენთო მართლა ეს ძალიან კარგად მახსოვს, რომ აუცილებელია რომ ნებისმიერ საჯარო სკოლაში იყოს და საჯარო სკოლაში სადაც 3000, 2000 მოსწავლეა. აი რა ჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ ბედნიერი მასწავლებელი იყოს. თანამედროვე მშობელი რას ვერ აკეთებს ისე, რომ კიდევ ბედნიერი ბავშვი, აი რაც ქვია ჩვენს პოდკასტს, ბავშვი იყოს ბედნიერი. აი რა რჩევას მიცემ მშობლებს. ბედნიერი ბავშვის მორიგი პოდკასტია თქვენს წინაშე. დღეს გვაქვს ცოტა განსხვავებული ფორმატი, განსხვავებული შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ სტუმრად მოვიყვანეთ მოსწავლე, ესე იგი მე-11 კლასის მოსწავლე, მარია მეგრელიძე, რომელიც არის ფასკუნჯის მოსწავლე, ჩვენი სკოლის მოსწავლეა, თუმცა მარიამის შემთხვევაში რაღაცა ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები დიდი ხნის წინაც გადაიკვეთა, ჩემი მოსწავლე იყო მანამდე სხვაგანაც და რაღაცნაირად თითქოს რაღაცა საერთოდ მივდივარ ხოლმე მარიამიც იქითკენ მოდის და ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ მარიამი არის ძალიან შემოქმედებითი ადამიანი, კარგი მკითხველი და მე მიხარია რომ ჩვენ როგორც მასწავლებელს და როგორც მოსწავლეს გვაქვს საშუალება იმისა, რომ თქვათ რაღაცა თემებზე სიღრმისეულად ვილაპარაკოთ. როცა მე ამ პოდკასტზე შენ გითხარი, გთხოვე რომ მოსულიყავი და გეთქვა გველაპარაკა სკოლაზე, თანამედროვე სკოლაზე, ოღონდ ამ სკოლის პერსპექტივა მინდოდა რომ დაენახა მოსწავლეებს და კიდევ ვფიქრობ ამ მიმართულებით წასვლა, სხვა მოსწავლეებთან საუბარიც მინდა, შენზე უფრო უმცროსი ასაკის ჩვენივე სკოლის მოსწავლეები მინდა დავპატიჟო, სხვა სკოლის მოსწავლეები მინდა დავპატიჟო და მოდი ვიყოთ გულწრფელები და ვიყოთ კრიტიკულებიც და ნაკლებად კრიტიკულებიც. უფრო რა კუთხით მინდა იცი რომ წავიდეთ ჩემო მარიამ, რომ გავშალოთ თემა როგორია თანამედროვე სკოლა. ამ მიმართულ, აი შენ როგორც მოსწავლე, როგორ ხედავ? ეხლა მე 90-იანი წლების ბავშვი ვიყავი, იმ დროს დავამთავრე სკოლა და მე ჩემებურად აღვიქვამდი, ასე ვთქვათ, იმ დროინდელ სკოლას. ეხლა თქვენ სხვა თაობის მოსწავლეები ხართ, თქვენ სხვანაირად ხედავთ. ზოგადად ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჩვენ მუქ ფერებში ვლაპარაკობთ რაღაცებზე, მაგრამ იქიდანაც გამოცდილი მსმენელი მიხვდება რა დატოვოს, რა გაითვალისწინოს და როგორ ნახოს. აი, რითი დავიწყოთ, იცი, შენი დილა როგორ იწყება თანამედროვე ბავშვის, ასე ვთქვათ, აი რუტინა სკოლაში წასვლის როგორ არის? სიხარულით დგები, გარბი ხარ, გეზარება, იქ რა ხდება და ასე შემდეგ. გასაგებია, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ეს ისეთი თემაა, რომ ნამდვილად შეუძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ და ძალიან საინტერესოა, როგორია დღევანდელი, ანუ ჩვენი თაობა, როგორია ჩვენი თაობა სკოლაში, იმასთან შედარებით, რასაც ვისმენთ მშობლებისგან, ბებიებისგან, ბაბუებისგან. სიმართლე გითხრათ, სკოლა ყოველთვის მიყვარდა, აი მართლა რაც მოსწავლე ვარ, არ მახსოვს, რომ ასე ვთქვათ, სკოლაში წასვლა დამზარებოდეს. ჩემი დილა იწყება, რუტინულად, რა თქმა უნდა, რომ დილის 9 საათზე უნდა ვიყოთ სკოლაში, შემდეგ უნდა მქონდეს გაკვეთილები და სკოლის შემდეგ ვიარო წრეებს. ეს კარგია თუ ცუდია, დღეს მოსწავლეთა 90% ყოველდღიურობა ამას შეადგენს. თუმცა ვთვლი რომ დღევანდელ ან მე დღეს როგორც მოსწავლე ძალიან განსხვავდები მაგალითად როგორც დედა ჩემი მოსწავლე, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები მესმის წარსულიდან ხანდახან მგონია რომ მე ასე ვთქვათ სრულ 60-ში ვცხოვრობ, თუმცა შემდეგ მომავალში რომ ვიხედები, ყოველთვის იმასაც ვფიქრობ რომ ახლაც შეიძლება რა თქმა უნდა რაღაცები შეცვლა და ეს ძალიან ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ დრო მიდის, ტექნოლოგიები ვითარდება, ჩვენც ვითარდებით, უფრო მეც ვკითხულობთ, უფრო მეც ვეცნობით და რა თქმა უნდა უფრო მეტიც გვინდა. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავებაა პირველ რიგში თანამედროვე სკოლებში
რა თქმა უნდა, იმდენი შეზღუდვა ნამდვილად არ არის, როგორც იყო მაგალითად სკოლებში თქვენს დროს 90-იანებში, რაც უკვე ძალიან კარგია. შეზღუდვებში უგულისხმობ, რომ შეიძლება ახლაც მოსწავლეები რაღაც დოზით დასტრესილები დადიან სკოლაში და ეს სკოლასაც გააჩნია რა თქმა უნდა და სკოლა კერძოა თუ საჯაროა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწავლობ საჯაროში. არა, მე ვსწავლობ კერძო სკოლაში და ზუსტად იმიტომ რომ საჯარო სკოლაში სწავლის გამოცდილებაც მაქვს და კერძო სკოლაში ეხლა კერძო სკოლაში ვსწავლობ, ზუსტად აქედან გამომდინარე ვსაუბრობ. პირადად მე ხა საჯარო სკოლაში ნამდვილად არ მქონია რაღაც ესე თქვი საოცრად ცუდი გამოცდილება, უფრო სხვების გამსმენია, თუმცა ნამდვილად რომ არის განსხვავება კერძო და საჯარო სკოლას შორის, ეს ფაქტია. სწავლის მხრივ გულისხმობ თუ ურთიერთობის მხრივაც და სწავლის მხრივაც, იმიტომ რომ მგონია რომ მგონია არა, ასია რომ საჯარო სკოლებში რა თქმა უნდა ყველას არ გულისხმობ, არის გამონაკლისები და მეც ნამდვილად მსმენია რამდენიმე გამონაკლის საჯარო სკოლაზე საქართველოში და ვისურვებდი რომ ყველა ასეთი ყოფილიყო, თუმცა კერძო სკოლაში ურთიერთობებსაც ენიჭება ასე თუ ისე დიდი მნიშვნელობა. კერძო სკოლაში როდესაც ირეკება მაგალითად ზარი, იქ არავინ არ წყვეტს გაკვეთილს თუ ეს მოსწავლეს არ უნდა და იმიტომ რომ ზარი დაირეკა, ეს იმას ანიშნავს რომ გაკვეთილი უნდა გავწყვიტოთ. იქ ანუ მოსწავლე მხოლოდ მოსწავლე და მასწავლებელი მხოლოდ მასწავლებელი არ არის და ეს ნამდვილად მომწონს სიმართლე რომ გითხრათ. საჯარო სკოლაში კი რატომღაც მართალია მე შედარებით პატარა ვიყავი, როდესაც კერძოში გადმოვედი, თუმცა როგორც ჩემი ასე ვთქვათ სხვა მეგობრების გამსმენია, ზარის დარეკვის დროს ურთიერთობებიც წყდება და მასწავლებლები სიტყვას წყვეტენ, იმიტომ რომ ახლა მათი დასვენების დროა და ეს რა თქმა უნდა დიდად არ მომწონს ხოლმე და ცოტა მიკვირს ხოლმე რა ასეთ რაღაცას რომ ვიგებ. ხო და აი ამიტომ ამბობ რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლე კერძოში სწავლობს თუ საჯაროში, თუმცა ის უკვე ძალიან კარგია რომ ძველ დროსა და ახალ ამ დროს შორის უკვე ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვს. ახლა უნდა ვიფიქროთ დღევანდელი მდგომარეობა სკოლებში და თუნდაც უნივერსიტეტებში, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მომავლის სკოლებში, რომელსაც ჩვენი თაობა გახსნის, ან თუნდაც თქვენი თაობა და შემდეგ ჩვენი თაობა დასაქმდება. ასეთ სკოლებში როგორი უნდა იყოს, ეს ძალიან საინტერესო და ძალიან ღრმა თემაა. კი ბატონო, ძალიან კარგი. მივყვეთ მოდი ახლა თვითონ სკოლის ამბავს. ერთი არის თქვათ, შენ თქვი რომ კერძო სკოლაში სწავლობ და სკოლაში წასვლა არ წინს და არ მიდიხარ ასე ვთქვათ. ნამდვილად ესია, წენით არ მწინს. ძალიან კარგი, ეს უკვე კარგია. შენ სკოლას კომპლიმენტი ეკუთვნის ნამდვილად ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ შენც იცი რომ შენივე თანაჯგუფელები აქ ჩვენთან ხშირად მაგაზეც ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, რომ მაინც არ უხარიათ ხოლმე ხანდახან სკოლაში. ზუსტად ეს ვიგულისხმე მეც წეღან რო ვსაუბრობდი, რომ მიკვირს ზოგადად და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც აი ასე განირჩევა, რომ საჯარო და კერძო სკოლა ეს ჩემი აზრით დიდად არც უნდა გაირჩეოდეს და ჩემით აი აქედან უნდა ვეძებოთ პრობლემის სათავე, აი ზუსტად აქედან, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არ უნდა ილაპარაკონ ისე, რომ უი სკოლა მეზისხება და იმიტომ რომ მე პირადად აქაც ბევრი მომისმენია და ჩემს გარშემოც ბევრი გამიგია მსგავსი სიტყვები და ეს ძალიან გულდასაწყვეტია ნამდვილად. კარგი, მოდი გავყვეთ ახლა ამბავი. პირველი ეს არის ინფრასტრუქტურა. სანამ განათლების სისტემის სიღრმეებში ჩავალთ და შენი მხრიდან მოვისმენ, ასე ვთქვათ, როგორია სკოლა და სანამ სახელმძღვანელოებზე მივალთ და სანამ პედაგოგებზე მივალთ და ასე შემდეგ, უბრალოდ მაინტერესებს ინფრასტრუქტურა. ახლა შენ მაინც ახლა კერძო სკოლაში ხარ, მანამდე საჯარო სკოლაში იყავი. თანამედროვე სკოლის ინფრასტრუქტურა შენი აზრით თანამედროვე ადამიანის გამოწვევებს ეხმიანება, არ ეხმიანება, აი უბრალოდ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის როცა ვთქვათ, აი აქაც რომ ჩამოვწერთ ხოლმე ტოპ 10 პრობლემას, რაც შეიძლება სკოლაში იყოს, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, მაგალითად, სახელდება ის, რომ ტუალეტში შესვლის ყველას ეშინია. იმიტომ რომ ისეთი ამბავი არის ეს საჯარო სკოლების საპირფარეშოები. სიმართლე რომ გითხრათ, იმ კითხვაზე რომ დღეს სკოლებში, ასე ვთქვათ, დღევანდელ თანამედროვე სკოლის ინფრასტრუქტურა ეწევა თუ არა, ამაზე პასუხი რა თქმა უნდა არის არა და აქ არ გულისხმობ მოწესრიგებულ მერხებს და სკამებს. რა თქმა უნდა ამას არ გულისხმობ. უბრალოდ ეს მე ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემა მგონია და არა სკოლების, იმიტომ რომ საჯარო სკოლას
ვინ აფინანსებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა ისრუნოს იმაზე, რომ ნებისმიერ საჯარო სკოლას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვებს არ უწევდეთ თუნდაც ის, რომ რაღაცა პროექტის გასაკეთებლად სირბილი, ქსეროქსებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე რა თქმა უნდა პასუხი არის არა და რაც შეეხება საპირფარეშოებს რო შევხვდეთ, ნამდვილად ეს ასეა, მით უმეტეს რა პირადად მე ხო საჯარო სკოლაში ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ცუდი გამოცდილება აქვს. მე მგონი ყველა მოსწავლეს და ეს გლობალური პრობლემა, იმიტომ რომ მე მახსოვს აქაც რომ სულ ესე იყო, ოღონდ ეს რა არის, კი, მაგიტო ახსენე გლობალური პრობლემა, იმიტომ რომ მე ანუ ჩემი მშობლებისგანაც ასე მსმენია და აქაც რომ ჩამოვწერთ ხოლმე და მაგალითად სკოლების პრობლემებს და ასე შემდეგ, თითქმის 5 ეულში გადის ხოლმე. ამიტომ ხო, ეს ჩემი აზრით ზოგადად ეს ისეთი რამეა, რომ რა თქმა უნდა მოწესრიგებული უნდა იყოს, თუმცა ჩემი აზრით ამაზე უფრო საყურადღებო სხვა რაღაცებია, თუნდაც მოწესრიგებული ლაბორატორიები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მით უმეტეს საჯარო სკოლებს იქ სადაც მოსწავლე მოდის და როდესაც ბავშვი საჯარო სკოლაში დაკავს ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ შენმა სახელმწიფოს ანდობ. მაშინ პირადად მე და ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს, რავი და აი აქ ჩვენი კურსელებით და ჩვენი ჯგუფელებით დაგვეთანხმებიან, რომ არ ქონდა საჯარო სკოლაში ის პირობები, რომ ელემენტარულიც დაჩაეტარებინათ. ან რაიმე მსგავსი, ხო? აი მაგაზე ხშირად მსმენია ხოლმე ვთქვათ, რომ აი თანამედროვე ბავშვებში არ არის ინტერესი ფიზიკის მიმართ, ქიმიის მიმართ, ბიოლოგიის მიმართ. კი, ეს ძალიან კარგი თემა. მეც მინდოდა ამაზე საუბარი. მე ვარ მათ შორის პირველი ადამიანი, რომელიც ძალიან ვერ მეგობრობს ტექნიკურ საგნებთან და ყოველთვის ინტერესი გამაჩნდა. მახსოვს მე-8 კლასში რო გადავდიოდი და ჩვენი წიგნების რაოდენობა გაიზარდა საჯარო სკოლაში, იმიტომ რომ მაშინ დაგვემატა ქიმია, ფიზიკა თუ მე-7-ში იყო, არ მახსოვს ზუსტად. აი რაღაც წიგნი რო გადავშალე სექტემბრის დასაწყისში, სანამ 15 სექტემბერი მოვიდო და აი თვალები ამენთო, მართლა ეს ძალიან კარგად მახსოვს, რომ აი რამდენ ახალ რამეს ვისწავლე, იმიტომ რომ ის რუტინული ქართული მათემატიკა და ისტორია რაღაცა მოვიტოვეთ და რაღაცა ახალზე გადავოდით. თუმცა ერთი დიდი იმედგაცრუება იყო, იმიტომ რომ ჩემს წინაშე აღმოჩნდა უბრალოდ წიგნი, რომელშიც ლამაზი ნახატები იყო რაღაცა ქიმიური ხსნარების თუ რაღაც ცდების და მეორე რეალობა იყო, რომ დაფაზე მხოლოდ მოსაწყენი ფორმულები დამხვდა და ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. მახსოვს, რომ ძალიან მეწყინა და ამის პასუხი კი ის არის, რომ რა თქმა უნდა ნებისმიერ გაკვეთილს სჭირდება პრაქტიკა და ეს არ ეხება მხოლოდ ტექნიკურ საგნებს. აი, თუნდაც ლიტერატურას. ჩვენ რომ აი თუნდაც აი აქ რომ რაღაცას ვსწავლობთ და გავდივართ, ხომ ხშირად ვაჩვენებთ კინოჩვენებებით, ხშირად გვაქვს რაღაც ვიდეოები. ეს ყველაფერი მოთხრობის პატარა ჩანახეს მოთხრობა. ეს ყველაფერი ჩვენი, ასე ვთქვათ, ფანტაზიის უნარს უფრო და უფრო ავითარებს, ხო, რომ რაღაცა ახალს ვნახავთ თუნდაც იმ პროექტორზე, რომელიც აუცილებელია, რომ ნებისმიერ საჯარო სკოლაში იყოს და საჯარო სკოლაში, სადაც 3000, 2000 მოსწავლეა, 1 და 2 პროექტორი ნამდვილად საკმარისი არ არის. ხო. და ზუსტად ეს არის, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფო თავაზობს მოსწავლეებს, რომ უნდა ასწავლოს ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, იქ აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ლაბორატორიები, სადაც ელემენტარული ცდების ჩატარება შეეძლებათ, ან იმიტირებული პირველადი დახმარების ჩატარება შეეძლებათ და ის რაღაც ლამაზი ვიდეოები, რომელიც სოციალურ ქსელებში გვხვდება ევროპის და ამერიკის სკოლებში და კოლეჯებში, რომელიც ასე ყველას ძალიან მოგწონს დარწმუნებული ვარ, უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაშიც ნამდვილად და უნდა გქონდეთ მოსწავლეებს იმის შესაძლებლობა და მით უმეტეს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება, რომ კერძოში ისწავლოს და პირადად მე ვთვლი, რომ არც არის აუცილებელი ყველა კერძო სკოლაში ისწავლოს, რომ უფრო მეტად განავითარონ თავიანთი ცნობა და ცნობიერება და აი ეს სექტემბრის 15-ში რომ წიგნებს დაურიგებენ ბავშვებს და არც რომ არის გადაშლილი და
15 ივნისის იაბარებენ ისევ ბიბლიოთეკას ამ წიგნებს, ეს რეალობა უნდა შეიცვალოს და იქნებ მე მართლა ყველამ არ ჩააბაროს სამართალზე და რაღაც ბიზნესზე და იმ რაღაც ფაკულტეტებზე, რომელიც ახლა ესეთი პოპულარულია და იქნებ შენ როგორც ვიცი, მასწავლებლობას აპირებ. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ზოგადად მინდა რომ საბოლოოდ მაინც ლიტერატურად მცოდნე ვიყო, იმიტომ რომ ჩემს თავს უფრო წერაში და ასე ვთქვათ, რედაქციაში და ასე ვხედავ, თუმცა რა თქმა უნდა მარიამი დაიმახსოვრეთ, ძალიან კარგად წერს. ამ ჯგუფის სხვა წევრებიც ძალიან კარგად წერენ. უბრალოდ მარიამი უფრო დიდი ხანია დადის, ასე ვთქვათ, ჩემს კურსებზე და მეტი პრაქტიკა აქვს და რაღაცა მგონია რომ მალე დაწერს წიგნს, რომელიც გამოიცემა და ახალგაზრდა მწერალი გვეყოლება. მეც მაგ ამის იმედი რომ ასე ვთქვათ, ბოლოს შევკრავ ამ ჩემს ნაწერებს, რასაც ამდენი ხანია ვაგროვებ და ხო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვიყო მასწავლებელი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, მასთან ურთიერთობა და მგონია რომ სხვანაირად ვერც იქნები მასწავლებელი, ეგ ისეთი პროფესია, რომელიც შინაგანად მოდის და დაახლოებით აი ზუსტად მე და თქვენ რომ პირველად გადავიკვეთეთ, ზუსტად აი მაგ პერიოდიდან დაიწყო ჩემი ლიტერატურასთან, ასე ვთქვათ, ესეთი მჭიდრო კავშირი და მე მაშინ სხვათა შორის მაშინ ჯერ კიდევ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ დავინახე სრულიად სხვანაირად, მახსოვს ჩემი ქართულის მასწავლებელი საჯარო სკოლაში და ძალიან მიყვარს ის ადამიანი დღემდე და აი რო დავინახე, რატომღაც მის ადგილას წარმოვიდგინე თავი, არა და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანები არიან და იმის შემდეგ ვინ არის შენი მასწავლებელი თქვი, იმიტომ რომ დარჩეს რა ვიცი. ხო, საჯარო სკოლაში ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო ჩემი დამრიგებელი ქალბატონი ინგა, რომელიც ვიცი რომ თვალს მადევნებს ხოლმე და ალბათ ნახავსავიდელსაც კანთარია. კანთარია, კანთარია. ხო, და ხო, მე მაშინ მის ადგილას წარმოვიდგინე პირველად თავი და აი მანდ მივხვდი რომ ეს ის გზა, რომელსაც მინდა რომ გავყვე და თუ მე 6 კლასიდან მე-11 კლასამდე ამდენი წელი გავიდა და ჯერ არ შემცვლია ნამდვილად და ამისკენ მივიწევ, მგონია რომ ეს საქმე კარგად იცი, კარგად გამოგდის, კარგად განიხილავ წიგნებს, გიყვარს ლიტერატურა, კი და ჩემი სურვილი ზუსტად ის არის რომ როდესაც ახლა იმდენად ახლოს ვარ სამუშაო ადგილი გექნება ჩემთან აგერად. ახლა უკვე იმდენად ახლოს ვარ ამ ჩემ მიზანთან, რომ ძალიან მინდა რომ როდესაც აი ესე ვთქვათ მართლა სრულფასოვანი მასწავლებელი ვიქნები და მერქმევა მასწავლებელი ბავშვებს მხოლოდ ის არ ვასწავლო, რასაც ასე ვთქვათ გრიპ აი მან მივდივართ. მან მივდივართ სახელმძღვანელოებზე მინდა შენი აზრი. ეგ არის ჩემი ტკივილი. ზოგადად მაინტერესებს რას ფიქრობს თანამედროვე ბავშვი თანამედროვე სახელმძღვანელოებში. თანამედროვე ბავშვი და ჩვენი თაობა, ჩემი მეგობრებიც და ზოგადად აი ჩვენი ჯგუფელებით ვინც აქ ვართ, წიგნებზე, ანუ სკოლის სახელმძღვანელოებზე ნამდვილად არ ვფიქრობთ კარგს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის წიგნები, რომლებიც ძალიან გვაქცევს ჩარჩოებში და არ გვაძლევს, ასე ვთქვათ, გასაქანის საშუალებას თუ ისევ მასწავლებელმა არ მოინდომა ეს. აი მე ახლა მაგალითად ვარ მე-11 კლასის მოსწავლე და გავდივარ რაღაც კონკრეტული წიგნით, რომელსაც აქვს 4 ნაწილი ქართულში და წელს ისეთი ნაწარმოებები არ ეწერა და ისეთი ნაწარმოებები მოგვაწოდა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, ასე ვთქვათ, ელექტრონულად ან ამოუბეჭდეთ ან გაკვეთილზევე ელექტრონულად წავიკითხეთ, რომ მართლა გული დამწყდა და ეს ისეთი ნაწარმოებები, აი როგორც არის მაგალითად ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი ან ილიას რამდენიმე ლექსიც და ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო და კიდევ ერთი ტკივილი რაც არის, რომ სამწუხაროდ ეხლა მე ქართულის წიგნებზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ მაინც ძირითადად სულ ქართულის წიგნებთან მაქვს შეხება. სამწუხაროდ მხოლოდ ის წერია, რასაც ვაბარებთ და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება ატრიალებდეს სახელმძღვანელოებში, რომ მხოლოდ იმას ბეჭდავენ, რაც ბარდება და რაც, ასე ვთქვათ, ეროვნულებამდე მიდის და არა და ეროვნული არის ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ძალიან პატარა ნაწილი, რომელსაც გადავაბიჯებთ უბრალოდ და უკან მოგრჩება რა დიდო სტატი ჯაყოსხისნებ საჭიროა ნამდვილად და აუცილებელიცაა რომ ვიცოდეთ, თუმცა იმის იქით ძალიან ბევრი რამ არსებობს, რასაც სამწუხაროდ სკოლაში არ ვსწავლობთ, თუ ისევ დავამატებ მასწავლებელი არ მოინდომებს და არ შესთავაზებს. საინტერესო რაღაც თქვი შენ.
მან ბევრი კიდე სხვა პრობლემა წამოყოფს თავს. ერთ-ერთი თემა არის ის, რომ რაღაცნაირად თითქოს საზოგადოებაში, აი თქვენ თაობაში განსაკუთრებით კიდე უფრო ქვევით და ქვევით, ჩვენ ვამზადებთ ესე იგი ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მომხმარებელი საზოგადოება ერთის მხრივ და მეორე მორგებული რაღაც კონკრეტულ ამბავს. ესე იგი, თქვა, მთელი სასწავლო გეგმა და სისტემა მორგებულია გამოცდების ამბავს. მე ის მორგებულია რაღაც ამბავს, ის მორგებულია რაღაც ამბავს. და ხდება რაღაცა თითქოს ჩვენი დაშტამპვა. აი აქ ჩემს სივრცეში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ეს მინდოდა ყოფილიყო და მიხარია რომ თქვენ ამას რაღაცნაირად ახერხებთ, რომ იმის იქით შემოქმედებითობა უფრო მეტად განვითარებულიყო. ის რომ ჩემი ხედვა ესეთია, რომ ის რომ ადამიანმა შეიძლება გამოცდა თქვათ რომელიმე უნივერსიტეტში მაღალ ქულაზე ვერც ჩააბაროს, მაგრამ თქვათ იმიტომ რომ იმ სისტემას ვერ მოერგო, მაგრამ საკითხი იცოდეს ღრმად, ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აი ხა მაგალითად შენ შემთხვევაში, ხო, შენ ძალიან კარგი მკითხველი ხარ, კარგი მოაზროვნე ხარ, კარგად წერ და ხო შეიძლება მოხდეს ისე რომ თქვათ მაღალი ქულა ვერ მიიღო იმ საგანში, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, იმიტომ რომ რაღაც ვერ ხარ მორგებული ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ეს არის აი სრულიად ზოგადად ეროვნულები ცოდნას ერთად არის ძალიან დიდ იღბალზეც დამოკიდებული, იმიტომ რომ მე შეიძლება მე წელსაც ვემზადები, წელსაც ასე ვთქვათ ინტეგრირებულ სწავლებაზე ვარ, ვსწავლობ, მომავალი წელიც მაქვს ამისთვის და სიმართლე გითხრათ არც მიჭირს ქართულის ესე ვთქვათ იმიტირებული ეროვნულების წერა, თუმცა შეიძლება ერთმა სიტყვამ დამაკლოს ქულა ეროვნულებზე, ხომ? ამიტომ სიმართლე რომ გითხრათ აბიტურიენტობის აი ამ 2 წელს, რომელსაც ეხლა გავდივარ და უნდა გავიარო, დაკარგულად მივიჩნევ, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც შაბლონებს ვერ გები და როგორც კი დავწერ ეროვნულს, რაღაც დოზით ძალიან ბევრი რამ დამავიწყდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მე ვსწავლობ იმას, რაც მჭირდება ეროვნულზე და დიდად სიღრმეებში არ ჩავდივარ, იმიტომ რომ ამის დრო ნამდვილად არ არის, თორემ დიდი სიამოვნებით ამას გავაკეთებდი, უბრალოდ არ არის ამის დრო და ზუსტად აი ეს არის ცუდი, რომ რაღაცა 12 წელი ისე გადის, რომ პირველიდან მე-10 კლასამდე ვედებით რაღაც ძალიან ბევრ სავარჯიშოებს, ძალიან ბევრ ასე ვთქვათ შაბლონურ ტექსტებს, იმ ტექსტების მცირე ნაწილს, რომელსაც უკვე მე-11-მე-12 კლასში ვსწავლობ და როდესაც მოდის ეს მე-10, მე-11, ანუ დამამთავრებელი კლასები, იმდენად გვაშინებს ეს ეროვნული გამოცდები, შემდეგ უკვე უნივერსიტეტის გამოცდები, რომ რა თქმა უნდა ორიენტირებულები ვართ, რომ აი ახლა თავარია ეს ჩავაბაროთ, მოვიშოროთ და შემდეგ რაღაც იქნება და აი ამ რაღაც იქნებაში რა თქმა უნდა ბევრი დრო გვეკარგება, იმიტომ რომ შემდეგ უკვე სხვა პასუხისმგებლობებია და ზუსტად იმას ვამბობ, რომ სკოლა ის 12 წელია და ის ძალიან დიდი პერიოდია, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ეტაპს განსაზღვრავს, რომ ნამდვილად უნდა გქონდეს მოსწავლეებს იმის საშუალება, რომ ბევრად უფრო ღრმად ვისწავლოთ ესა თუ ის საგანი და აქ ნამდვილად არ ვსაუბრობ მხოლოდ ქართულზე, აქ მე ტექნიკურ საგნებს უფრო მოვიაზრებ, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი პრაქტიკა ჭირდებათ და პირადად მე აი აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ თუნდაც კვირაში ერთხელ ის განტვირთვა მქონდეს აი აქ ამ სივრცეში 2 საათით, რომ რაღაც აი ამ ჩარჩოებიდან გამოვიდე, იმიტომ რომ კი მიყვარს სკოლა, მიყვარს ძალიან ქართული ლიტერატურა, ჩემი გაკვეთილები მართლა მიყვარს, თუმცა სამწუხაროდ ვერ ვარ ბოლომდე ჩემი თავი, იმიტომ რომ ეს არის კანონი და ეს მარტომი არ ვარ ასე და რაღაც ჩარჩოებში ვარ მოქცეული და აქ რომ ნამდვილად ჩემი თავი ვარ და აი აქ რომ რაღაცას ბევრს ვმსჯელობთ და თუნდაც აი მე მახსოვს რომ დაგვიწყია ერთ ნაწარმოებზე საუბარი და უცებ აღმოვჩენილ ვარ საერთოდ სხვაგან და მე გამიაზრები აი საიდან სად მოვედით და ეს იმხელა სიამაყის გრძნობას იწვევს ხოლმე ჩემში, რომ აი ასეთ ადამიანებთან მიწევს მუშაობა, რომ ყველა კითხულობს, ყველა რაღაც გააზრებული ასე შემდეგ, ძალიან მინდა ხოლმე რომ მსგავსი რაღაცები ხდებოდეს სკოლებშიც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვახსენებ იმას, რომ ისეთ ქვეყანაში როგორც არის საქართველო და იმ ქვეყანასაც ყველას მოგვეხსენება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ნამდვილად არ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ აი ასე ცალკე სივრცეებში იაროს, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია და ეს კი
კიდევ სხვა საქმეა, თუმცა ყველას უნდა ქონდეს არჩევანი. ჩემი აზრი ასეთია და მე რატო არა მე შემიძლია მე რატომ არა რომ სკოლაში ჩემ კლასელებთან ერთადაც აი საჯარო სკოლებს გულისხმობ ისევ უმეტესად, იმიტომ რომ კერძოში კიდევ უფრო ტარდება ეს რაღაც კლუბები იქნება, ასე თუ ისე კიდე ახერხებს კერძო სკოლები, თუმცა საჯარო სკოლებში ეს დილის 9-დან 12-მდე თუ 2-მდე საგაკვეთილო პროცესი და შემდეგ დასასრული დიდად ბევრი რამის მომცემი არ არის სამწუხაროდ და კარგი. სკოლის ინფრასტრუქტურაზე მოკლედ ვთქვით, სახელმძღვანელოებზე პრინციპში გასაგებია შენი აზრი და მეც რაღაცნაირად ვეთანხმები ამ ამბავს, რომ რაღაც ცოტა უცნაური მეჩვენება სახელმძღვანელოები რბილად რომ ვთქვათ. სახელმძღვანელოებში რედაქტორებს მიუმართავ, რომ იქნებ შეცდომებიც გავასწოროთ, იმიტომ რომ ხანდახან შეცდომებიც გავასწოროთ, იმიტომ რომ ბევრი შეცდომები ვიპოვეთ წელს მაგალითად ჩვენ სახელმძღვანელოებში. ხო, ეგ მე მგონი კიდე ყველაზე ნაკლები პრობლემაა, იმიტომ რომ სხვა ტიპის პრობლემას მე უფრო ვხედავ. მაგრამ ამაზე ალბათ კიდე უფრო კომპეტენტური ხალხი ილაპარაკებს, ვინ სახელმძღვანელოებზე შეიძლება მუშაობდეს და ამ თემაზე ცალკე მეყოლება მე სტუმარი. ეხლა გადავიდეთ ადამიანებს, ისინი ვინც ამ სახელმძღვანელოებს ასწავლიან, მასწავლებლები, ადმინისტრაცია. მოდი უხერხულ სიტუაციაში შენ რომ არ ჩაგაგდო და კონკრეტულ შენს სკოლაზე რო არ ვილაპარაკოთ, იმიტომ ვიცი რომ ეხლა მაინც და მაინც ცუდი წარმოდგენის შენს სკოლაზე არ ხარ და პირიქით თუ კარგად ახსენებ, დღესაც კარგად ახსენე. მაგრამ შენ მაინც ისმენ ხომ აქაც სიტუაციაში აქ ჩვენს სივრცეში სკოლების შესახებ და სხვაგანაც ხსმენია, იმიტომ მეგობრები ყავს შენი ასაკის, რომლებიც თქვათ აი სკოლის თემებზე ლაპარაკობენ. აი მასწავლებლები და ადმინისტრაცია. ეხლა ზოგადად ერთქვაფში მოხარშვა, არასწორი მგონია, ეხლა რო ვთქვათ, რომ მასწავლებლები ყველა ერთნაირი რა თქმა უნდა არ არიან, მაგრამ აი მაინც მიდგომა და სისტემა ხო განსაზღვრავს თქვათ პირობითად როგორ მუშაობს მასწავლებელი მოსწავლესთან. და მეტნაკლებად ჩვენ ხვდებით როგორია განათლების სისტემა. აი შენი თვალსაზრისით შენ როგორ ხედავ როგორც მოსწავლე? კი, ნამდვილად არ ვისაუბრებ ახლა კონკრეტულად ჩემს სკოლაზე, უბრალოდ ზოგადად ვიტყვი იმას, რომ მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი არის ის სამი, ასე ვთქვათ, კომპონენტი, რომელიც კრავს სრულფასოვან განათლებას. მე ასე მგონია. და სამწუხაროდ ძალიან ხშირად მსმენია იმის შესახებ, რომ აი მასწავლებელს არ ვუყვარვარ და აი ეს ფრაზა რო გამიგონია ყოველთვის ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა და აი ძალიან ასე ვთქვათ შემეხო ეს სიტყვები, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია რომ გიყვარდეს შენი საგანი და არ გიყვარდეს ის ადამიანები, ვისაც ამას ასწავლი. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, თუმცა მე პირადად ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ისევ იქიდან გამომდინარე, რასაც აქვისმენ ხოლმე მაგალითად და კიდევ თუნდაც ზოგადად ჩემი მეგობრებისგან ეს არის რომ დღეს მასწავლებლობა რატომღაც მოვალეობის მოხდას დაემსგავსა. და დღეს უმეტეს სკოლებში მასწავლებლები უბრალოდ შემოსავლის გულისთვის დადიან და ეს უკვე იმდენმა მოსწავლემ აღნიშნა და იმდენმა ისაუბრა ამ თემაზე, რომ მივხვდი, რომ მე მგონი გლობალურ პრობლემად ყალიბდება ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან არ მსიამოვნებს და როდესაც აი ამაზე ვსაუბრობ, გულისხმობ იმას, რაც აი დასაწყისში ვთქვი, რომ როდესაც ზარი ირეკება, გაკვეთილი წყდება. ან ჩემთვის პირადად ჩემთვის ეგ წარმოუდგენელია და მადლობა რავი ყველას რომ მე არ მიწევს ისეთ რეალობაში სწავლა რომ სადაც რაღაც რომ მაინტერესებს და იქ ზარი დაირეკოს ნამდვილად არ მეუბნება მასწავლებელი რომ ახლა ჩემი დასვენების სრულად არ უნდა გავიდე. მაგრამ შეიძლება ტექნიკური პრობლემაც იყოს რა, იცი რა კი საჯარო სკოლა არის თქვათ. შეიძლება მე ვთქვათ პირობითად ყოველს ხო თავისი უფლება აქვს და ვიღაცამ შეიძლება მოითხოვოს რომ რა კი ზარი დაირეკა ჩემი უფლება რომ დავისვენო და ჩემი აზრით ამას უკვე ბალანსი ჭირდება. ჩემი აზრით აი აქ მთავარია უკვე მოსწავლეს და მასწავლებელს შორის იყოს მეგობრული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ზღვარი ყველაფერს ჭირდება, თუმცა უნდა იყოს მეგობრული ურთიერთობა. ეს ნიშნავს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, აი მე როგორც მომავალი მასწავლებელი, აი მართლა ჩემს მაგალითზე ვისაუბრებ
ვსაუბრებ, რომ მე ჩემთან რომ მოსწავლე მოვიდეს და მითხრას, რომ აი ეს დღეს კი ახსენით მას გაკვეთილი და რაღაც კი გავიგე, მაგრამ რაღაც დეტალები მაინტერესებს კიდევ. მე ნამდვილად არ დავიწყებ იმაზე, ფიქრს დღეს დამთავრდა თუ არა ჩემი სამუშაო საათები. რა თქმა უნდა, მოვძებნი სკოლაში ადგილს, ან თუნდაც ონლაინ სახლიდან, რა თქმა უნდა ვეცდები, რომ იმ მოსწავლეს ავუხსნა ბოლომდე და რაღაც ბოლომდე გავაგებინო. ჩემი აზრით ეს არის ზუსტად, ანუ რას ნიშნავს მასწავლებელი? არის ადამიანი, რომელიც მომავალ თაობას ზრდის. მასწავლებელი არის პროფესია, რომელიც სხვა ყველა პროფესიას ქმნის, ხო? ამიტომ ვერ წარმომიდგენია ვერასდროს რანაირად უნდა უთხრა უარი მოსწავლეს, რომ იცით რა არა მე ვერ აგიხსნი, არ აგიხსნი. ძალიან ხშირად მსმენია ეს და ზუსტად აი ეს ძალიან მაწუხებს ხოლმე. შემდეგი საკითხი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვით, რომ მასწავლებლები არიან ის ადამიანები, რომლებთანაც ვატარებთ ძალიან დიდ დროს. ეს გვინდა თუ არ გვინდა ასია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღურად ვხვდებით ძალიან ბევრ მასწავლებელს სკოლაში. და არა მხოლოდ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვასწავლიან, ასევე იმ მასწავლებლებს, რომლებთანაც ასე ვთქვათ, პირდაპირ შეხება არ გქონია. ან დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის მომსახურე პერსონალს არ აქვს ხო მნიშვნელობა. რატომღაც მგონია, რომ დღეს ასე ვთქვათ, აი ყველა ერთმანეთის მიმართ გაციუდა და აი ზუსტად ამას გულისხმობ, რომ და აი ძალიან ხშირად დავფიქრებულ არ ამაზე და მიძებნია პრობლემის სათავე, რომ აი რა ხდება დღეს ისეთი, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები ასე დაშორდნენ ერთმანეთს, ან რა ხდება ისეთი, რომ მასწავლებლები მოვალეობის მოხდის მისნით დადიან სკოლაში და ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ურთიერთობა. აი რატომ გვაქვს ამდენი ფორმალობა მასწავლებლებთან? ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა. ერთხელ მახსოვს, რომ კამათი გქონდა იმ თემასთან დაკავშირებით, აი მასწავლებელი კლასში რომ შემოდის, აუცილებლად უნდა წამოუდგეს მოსწავლე ფეხზე. სიმართლე გითხრათ, მე ამ თემას ვეთანხმები და უბრალოდ ეს რძდილობის ფორმა მგონია და სხვა არაფრის, თუმცა ნამდვილად არ მგონია ეს იმის ფორმა, რომ ხო, აი ეს კიდე ერთი კითხვა. ხო, ალბათ იმიტომ რომ აქ მას მერხებთან არ ვზივართ, ან არის დარეკვას არ ულოდე. ეს ხო კიდე სულ სხვა სივრცეა და ზუსტად მე მგონია რომ თუ აი ზუსტად სათავიდან დავიწყებთ აი ამ პრობლემების ძიება, შემდეგ ნამდვილად არავინ არ მიაქცევს ამ ყველაფერს ყურადღებას. თუმცა ყველაზე მეტად რაც ასე ვთქვათ მტკივნეულია ის არის რომ მასწავლებლები და მოსწავლეები ხშირად კამათობენ. ხშირად მაგაში ცუც მე ვერ ვხედავ, რატომაც არ უნდა იკამათო? არა, მე ვამბობ იმას, რომ ჩხუბობენ მაგას ამბობ? ხო, მე ვამბობ იმას, რომ აი მე პირადად მქონია ჩემი ძალიან ახლო მეგობრისგან მსგავსი რამ მოსმენილი, რომ მასწავლებელმა მას არ უთხრა კარგი რამ რა, ასე რომ ვთქვათ, არ დავაკონკრეტებ და მასაც შემდეგ პასუხის გაცემა უხეშად გამოუვიდა. რასაც შემდეგ, რა თქმა უნდა, მოყვა დირექცია, მშობლის დაბარებები, ოქმები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირადად მე ვთვლი, რომ დღეს ზუსტად აი ეგ არის დარღვეული მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, იმდენად დაშორდნენ ერთმანეთს მასწავლებლები და მოსწავლეები, რომ პიროვნებება დიდად ვეღარ აღიქვამენ. და ეხლა შეიძლება ცოტა ცუდი რამ ვთქვა და ბევრ მასწავლებელს არ ესიამოვნოს, მაგრამ მე ამ ყველაფერს ისე ვაბრალებ იმას, რომ მასწავლებლები არ გადიან გადამზადებას. მით უმეტეს ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე შედარებით ასაკში არიან და შედარებით ჩვენთან. ეიჯიზმი არ გვინდა ხო? არა, მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენზე შედარებით უფროსები არიან, სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდნენ და ახლა თაობათა შორის დაპირისპირება არის უფრო ეს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ის მასწავლებლები, რომლებსაც ჩვენთან შედარებით უფრო, ანუ ასე ვთქვათ, მაღალი ასაკობრივი სხვაობა აქვთ, თითქოს ვერ ეწევიან იმ მოვლენებს, რასაც ახლა ჩვენ მაგალითად ჯეინსი თაობა ნორმალურად უთვლით. აი პირადად, აი რაღაც კონკრეტ, ან თუნდაც იმას, რომ შეიძლება რომ
ის საგანი, რომელიც კვირაში 5 ჯერ გიტარდება მართლა და გულისხმობს ერთად ქართული მათემატიკა და ინგლისური. ეს ტარდება ხოლმე როგორც ვიცი, თითქმის ყოველ სკოლაში ყოველთვის 5 დღეს. რომ შეიძლება რომ ერთ დღეს არ აქვს მნიშვნელობა მათემატიკა იქნება ინგლისური, ფიზიკა. რა მნიშვნელობა იყოს მაგალითად თუნდაც თავისუფალი გაკვეთილი. აი მე პირადად ხშირად მქონია თავისუფალი გაკვეთილი და მაქვს ნამდვილად იმის ასე ვთქვათ ფუფუნება სკოლაში რომ მქონდეს თავისუფალი გაკვეთილი. ხშირად ზოგიერთი მასწავლებელი პირიქით აკეთებს ახალ ტურებს და ბევრი თავისუფალი გაკვეთილია, ეგეც ხო პრობლემაა? კი, რა თქმა უნდა, მე სწორად ამას გულისხმობ იმაში, რომ ეს თავისუფალი გაკვეთილი უნდა მოიაზრებდეს ძალიან საინტერესო თავისუფალი. ეხლა ქართულზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ქართულის გაკვეთილები მით უმეტეს აბიტურიენტობის პერიოდში ისედაც თავისუფალი გამოდის, იმიტომ რაღაცას რო ხსნი, იმას შემდეგ ძალიან ბევრი პარალელი უნდა მოუძებნოთ და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ აი პირადად ჩემი სკოლის ინგლისურის მასწავლებლის მაგალითზე ვისაუბრებ, რომ ძალიან ხშირად გქონია წლის მანძილზე მით უმეტეს როცა დღეში 2 ინგლისურის გაკვეთილი გვაქვს ის რომ თუნდაც ინგლისურად გვისაუბრია ან ქართულად გვისაუბრია, თუმცა ისეთ თემაზე წასულა ჩვენი საუბარი და ჩვენი დიალოგი, რომ აი იმ კონკრეტულ დღეს ახსნილ გრამატიკას ან ეროვნულის დაწერილ ნახევარ ტესტს ან თუნდაც მთლიან ტესტს ნამდვილად ჯობდა, იმიტომ რომ გასულა თვეები და შემდეგ როცა რაღაცა ასე ვთქვათ სიტუაციაში ვიყავი, სადაც გავს თემაზე საუბრობდნენ, მე გამახსენდა ჩემი მასწავლებლის ნალაპარაკები და მისი სიტყვები რა კონკრეტულ თემაზე და შემდეგ უფრო დაუფიქრდი, რამდენად საჭიროა რომ იყოს ეს თავისუფალი გაკვეთილები და როდესაც და მე ის წეღანობ ჩემი მეგობრის მაგალითზე ვსაუბრობდი, მე ზუსტად იქიდან წამოვიდა კონფლიქტი, რომ გაკვეთილის კლას გარეშე რაღაც კითხა მასწავლებელს და მისგან მიიღო აგრესია, რომ გაკვეთილზე ამის დრო არ არის, არა და რეალურად რატომაც არა, როდესაც მე ვზივარ ქართულის გაკვეთილზე და რაღაც ქართულ ნაწარმოებს განვიხილავ და იმის პარალელად მაგალითად რაღაც უცხოური მსგავსი ნაწარმოები მომდის, რატომ არ შემეძლია რომ კითხვა დავსვა ამის გამო რატომ უნდა მივიღო მასწავლებლისგან აგრესია. ჩემი აზრით აი ურთიერთობებია დღეს სკოლებში ყველაზე მეტად პრობლემა და თუ ეს ურთიერთობები დაბალანსდება, თუ მასწავლებლებსა და მოსწავლეს შორის აი რა ჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ ბედნიერი მასწავლებელი იყოს? ჩვენ ხო ბედნიერ ბავშვზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხოთ დააყენოს თავი მოსწავლის ადგილას და მე არა, მაგას არ გულისხმობ. აი თვითონ რა შეიძლება მას კონდეს ისეთი, რატო იცი, მე მინდა რომ მასწავლებლის იმაში შევიდე რაღაცა კი მასწავლებელი რომ ბედნიერი იყოს. ხუქი მოვისხა, ასე ვთქვათ, რა კუთხით გეუბნები. იცი, მაგალითად ეხა მასწავლებელი სახლში მიდის, დაღლილია, სახლში კიდე ძირითადად ხდება რაღაც თავის საქმე, ძირითადად მასწავლებლები ქალები არიან. სკოლაში საქმე, სახლში კიდე დამატებითი საქმე, მერე კიდე ცხოვრებისეული პრობლემა და ხშირად ადამიანი ამას უბრალოდ ვერ უძლებს. ნუ ერთი ის არის, რასაც შენ ამბობ, მაგრამ არის კიდე მეორე ობიექტური მიზეზებიც. აი შენ ხო არ ხედავ, რაღაცა ხო შეიძლება ისეთი იყოს, ეხლა შენ საინტერესოდ აყალიბებ შენს აზრს და აი რაღაც შეიძლება იყოს ისეთი, რომ მასწავლებელი სიხარულით მივიდეს სკოლის დასაწყისში. ეს რა თქმა უნდა არის ისევ მოსწავლის დამოკიდებულება მასწავლებლის, მე რომ ვსაუბრობ ურთიერთობებზე, ნამდვილად არ გულისხმობ მხოლოდ მასწავლებლს, არა. ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება, ანუ ორმხრივი ურთიერთობა იმათ შორის, რომ ორივე მხარე უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ პატივისცემით განწყობილი რა. თქვენ აი მაგალითად ჩვენს მიმართ მე ზუსტად ვიცი რომ კარგად ხართ განწყობილი და აი კითხვა შემოგიტრიალებთ, რატომ ხართ ხოლმე მას ბედნიერი, თუნდაც მე ზუსტად ვიცი რომ ყოფილ ხართ ბედნიერი, როდესაც აი მაგალითად ჩვენი გაკვეთილი დასრულებულა და პირადად მე ამის პასუხი ის მგონია რომ თქვენთვის რაღაც სასიხარულოა, როდესაც ჩვენ მოვდივართ და მომზადებული გაკვეთილი დავალება მოგვაქვს, ის რაღაც მაინც გვაქვს გაკეთებული და როდესაც ესე გაკეთეთ მაინც ჩვენ შემოქმედებითად უდგებით რაღაცებს, მაგრამ აი ხო რაღაც თუმცა დავალება ხო ყველა მოსწავლეს აქვს. აი მე მგონია რომ მე როგორც მასწავლებელი ბედნიერი ვიქნებოდი, როდესაც კლასში შევიდოდი და პირველ რიგში პატივისცემით შემხვდებოდნენ ბავშვები და პატივისცემაში არ გულისხმობ რაღაც შაბლონური. კაი, მაშინ მოდი ეგ გავიგე. სხვა კითხვას დავსვამ და გულწრფელი პასუხი მინდა. თქვა, მე ამაზე მაქვს თვითონ დაწერილი წერილი თავის დროზე და ღიად ვილაპარაკე ამ თემაზე. ბავშვები სხვა აბულინგებთ ხოლმე მასწავლებლებს. ნამდვილად. ანუ გულწრფელი ვიქნები.
იმიტომ რომ ხანდახან მასწავლებლის ადგილას თავი რო დამიყენებია, დავფიქრებულ კიდევაც ნამდვილად მინდა ეგ პროფესია, იმიტომ რომ კი არის ხოლმე ნამდვილად არის მსგავსი შემთხვევებიც და ეს ძალიან ცუდია. მე მაგიტომ. როგორ აკეთებთ ამას? გეგმავთ წინასწარ? არა. არა, არ გეგმავთ, უბრალოდ ეს პროცესში მოდის ხოლმე. ოღონდ ეს ძირითადად უფრო გაუაზრებელ კლასებში ხდება. აი, ჯერ კიდევ აი გარდატეხის მეც მყავდა მასწავლებელი ამოჩენებული, კი, ნამდვილად. და ცუდად არ ვიტყვი ახლა ვინ არის ნამდვილად, მაგრამ კი, იმიტომ რომ ისე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მახსოვს რომ აი თავიდანვე რაღაცჯერ არ მიყვარს ის საგანი, რომელსაც ასწავლობდა და მე მეორეც აი რომ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, იმდენად დავიცაბეთ თავიდანვე. რომ მე დავუჯინდი და რამდენჯერმე ძალიან ცუდათაც მithქვამს მისთვის და მე ძალიან მინანია რა თქმა უნდა და რომ დამიყენებია მის ადგილას თავი მეთქი ეს რავა კადრი ადამიანს უსტად აი ეგ რეაქცია მქონდა თუმცა ერთ რამეს დავაკვირდი რა როდესაც აი მოსწავლე რომ გაბულინგებს და კი ეს ნამდვილად შეიძლება რომ იყოს უბრალოდ მისი ასე ვთქვათ ასაკის ან რაღაც მსგავსი რაღაცის ბრალი ხო შეიძლება რომ აი ეძებენ მე მაინტერესებს ეძებენ თუ არა მასწავლებლები ამ დროს საკუთარ თავში მიზეს უი რატომ შეიძლება ეს რო ხდებოდეს რა იმ მასწავლებელმა სხვათა შორის შემდეგ ვისაუბრეთ მე და იმ მასწავლებელმა და ეგრე მოვაგვარეთ რა ურთიერთობა და მიუხედავად იმისა რომ დღეს აღარ მასწავლის ნუ აღარ არის ზოგადად ჩვენ სკოლაში უბრალოდ მახსოვს რომ ძალიან ისე კარგად დავშ ერთმანეთს და დღემდე ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება თვითონ აი ეს საუბრის პროცესი და მე მივხვდი რომ უი აი თურმე შეიძლება რომ მოსწავლეს და მასწავლებელს შორის იყოს დაძაბულობა შეიძლება იმანაც დააბულინგოს და აქეთაც დაგაბულინგოს ეგეც ხდება ხოლმე თუმცა შეიძლება რომ მე რაღაც მოვუძებნოთ ამას ორივე მხარემ რომ ესე ვთქვათ ამ მშვიდობიანად დავიშალოთ ან განვაგრძოთ ურთიერთობა ხო ეს როგორ ხდება და ეს კიდე მას ახლა მოსწავლების საიდუმლოებებს აქ ვერ გავთქვა არ შეიძლება რატო რო გითხრა ესეთი რაღაცები? არ შეიძლება, თქვენ ხო არ გაბულინგებთ ჩვენ. ხო, ეს თვითონ მოსწავლეებს შორის ურთიერთობები ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს თემები მუდმივად ტრიალებს. ახლა მე იმის ილუზია არ მაქვს, რომ სკოლაში ბულინგი გაქრება, რომ რაღაცა კრავი და ისა რა ქვია მას მგელი ერთად მოძოვენ მას ლორდ ქობალახს და ასე შემდეგ, ამის ილუზია რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ სისტემა და გარემო მაინც რაღაცას პროვოცირებას აკეთებს ხომ. ეხლა რა კუთხით მინდა იცი? აი რამდენიმე ისეთი ცოტა კიდე უფრო რთული შეკითხვა მინდა დავსვა. პირველი, აქაც მინდა რომ გულწრფელად მითხრა. ამასთანავე მითხრა ერთმა მოსწავლემ ჩემმა რომ ბიჭია და ისე რაღაცნაირად აი გულდაწყვეტი თქვა რომ მე არა ვარო პოპულარული გოგოებში, იმიტომ რომ გოგოებსო ცოტა ძველი ბიჭები მოსწონთ. ანუ თქვენს თაობაში ეს სუბკულტურა ისევ პოპულარული ხდება თუ როგორ არის? მე მგონია რომ არა. აღარ არის. პირადად მე ნამდვილად არ შემყვადრია ახლა აი იცით როგორი რაღაც არის ჯერ ძველ ბიჭობაში სიმართლე გითხრათ ესე ბოლომდე რა ითვლება ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ რა თქმა უნდა არა. და ესეც შემოდის განათლებიდან მოდის და ესეც ისევ სკოლიდან მოდის, იმიტომ რომ აი ახლა როგორ შეიძლება სკოლაში რა არის მოდული თქვენ? აი იცი რატო ადრე ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა რომ სკოლაში ყველაზე პოპულარული მოსწავლე ვინც არის, იმით ვხვდები როგორი სკოლა არისო. თუ თქვათ აი პირობით ესეთი ადამიანია, ყველაზე პოპულარული და ყველა მასზე რაღაც აქცენტს აკეთებს, ესეთი ტიპის სკოლაა. თუ თქვათ ყველაზე განათლებული ტიპი არის პოპულარული, ესეთი სკოლაა. თუ თქვათ ყველაზე ლამაზი გოგوان ბიჭია პოპულარული, ეს არის თუ სპორტსმენი და ასე შემდეგ. თქვენ თაობაში ახლა რა ითვლება პოპულარობის გამსაზღვრად. აი, კაი ტიპობა რას გულისხმობს? კი, მე პირადად მე გეტყვით რომ ჩემი აზრით და ზოგადად რაც მსმენია შენი მხოლოდ არა, ეხლა შენ მაინც თქვათ სტანდარტულ ამბავში არა. არა, გარშემო რაც მსმენია, რაცაც ჩემი თაობაში ვისმენ ზოგადად. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ მსგავს პასუხებს რომ ვისმენ ხოლმე, მაგრამ აი აქ პირველი რაც მოდის ხოლმე, ეს ისევ და ისევ განათლება და ეს ძალიან მაგარია და ეხლა ვიტყვი რატომაც, იმიტომ რომ შეიძლება აი ხო ამობს გოგოებს როგორი ბიჭები მოსწონთ, რავი, შეიძლება მოწონთ სიმპათიური ბიჭები, მაღალი, ყველას მისი სტანდარტი აქვს, ხო რა თქმა უნდა. თუმცა ესე ზოგადად ჩვენი
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომ უკვე განათლება, სწავლა და მისი, ასე ვთქვათ, აკადემიური მოსწრებები, მისი მიზნები რომ არის და მისი მიღწევები, ეს უკვე ძალიან კარგია და კიდევ მსმენია, რომ ძალიან უწყობენ დღეს ერთმანეთს ხელს და ძალიან კარგად აქვს გააზრებული დღევანდელ თაობას ის, რომ იცი რა, შეიძლება რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ან ბევრი რაღაცის გამოცდა მოგიწიოს რა ცხოვრებაში და აი დღევანდელი თაობა ნამდვილად არ იხედება იმისკენ, რომ აი რაც შეიძლება მალე შექმნას ოჯახი ან რამე მსგავსი და ეს ისევ და ისევ განათლებიდან მოდის და მიხარია, რომ დღეს ჩვენი თაობა ნამდვილად არის, ჩვენი თაობის უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არის იმისკენ მოწოდებული, რომ რაღაცა ბევრს მიაღწიოს და შენ თავს ატხედავ, აი რაღაც 15 წლის გახსოვს ერთხელ დავწერეთ ჩვენ ესეთი პატარა სავარჯიშო. მახსოვს კიდევაც რამ მეწერა ძალიან კარგად. ჩემს თავს 15 წლის შემდეგ ალბათ იმ ადამიანად ვხედავ. საქართველოს ხედავ? სიმართლე გითხრათ, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ მინდა ქვეყნის დატოვება. ალბათ ისევ და ისევ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა ვიცი რომ სკანდინავიაში არის, ასე ვთქვათ, ცენტრი, სადაც ქართული ნაწარმოებებიც იკვლევა ძველი, არის რამდენიმე, ასე ვთქვათ, დაწესებულება. ჩემს თავს იქ ნამდვილად ვხედავ, ძალიან მინდა და მივდივარ კიდევაც მაგისკენ, მინდა ძალიან უნივერსიტეტიდან მასწავლა, თუმცა საბოლოოდ ნამდვილად არ ვხედავ ჩემ თავს სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ რა მინდა სხვა ქვეყანაში, ჯერ აქ გვაქვს ბევრი რამე მოსაგვარებელი ჩემი აზრით. კიდევ ერთხელ გთავაზობ სამსახურს ჩემ სკოლაში. კი ბატონო. სანამ საკუთარ სკოლას გავხსნი, რასაც 15 წელში არა, მაგრამ ერთ 30 წელში ნამდვილად მოვიაზრებ და სანამ ესე ვთქვათ, ძალიან შემდგარი არ ვიქნები, ნამდვილად სიამოვნებით ვიმუშავებ თქვენთან და სტაჟს თქვენთან დავაგროვებ და შემდეგ მას ვიტყვი, რომ მე მოსწავლებს აგართმევთ აი ხო, ესეა. რა თქმა უნდა, სკოლაში ვხედავ ჩემ თავს. მივხედავთ იმისა, რომ ვამბობ, რომ დიდ ხანს არ ვიმუშავებ თქო, მაგრამ ეს მარტო იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ოჯახის წევრები დავამშვიდო, თორემ მე სხვაგან ვერც ვუყურებ ჩემ თავს. მე იქ მინდა და რა თქმა უნდა, პარალელურად არ ვაპირებ კალმის ხელიდან გაშვებას, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მოწოდება, იმიტომ რომ მე ნებისმიერ დროს ვწერ, შეიძლება ეს ყველაფერს არ ვკითხულობ და არ ვაქვეყანებ, მაგრამ ხო, ეგ არის ის, რის გარეშეც ნებისმიერი სხვა პროფესია რომც ამერჩია, წერას თავს ნამდვილად მაინც არ დავანებებდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ჩემი, ასე ვთქვათ, შეგნებული ცხოვრება, აი წყალებში რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, რაღაც რო ჭიდროდ ვიყავ ლიტერატურას რომ დაუკავშირდი, მაქედან დაიწყო, აი კალამი რო ავიღეს და პირველი წიგნის რევიუ რო დავწერე და მახსოვს კიდევაც ეს რა წიგნი იყო თქვენ მომიცი, ეს ოსკარი და ვარდისფერი გალბატონი იყო და მახსოვს რა საშინლად დავწერე რევიუ იმ წიგნის პირველ გვერდზე და მე რომ ის წელი რო დამთავრდა და შემდეგ ჩემი ბოლო რევიუ რო წავიკითხე, იმდენად მე თვითონ ვიყავი ჩემი თავით კმაყოფილი, რომ მაშინ მივხვდი, რომ სხვა რამეც უნდა მეცადა და ხალტრული წერა და ასე ვთქვათ, სიტყვების ხლართვა ერთმანეთში იმდენად ჩემი, ასე ვთქვათ, სტილია და იმდენად ჩემს, ასე ვთქვათ, სტიქიაში ვარ, კი, იმდენად მიყვარს, რომ ნამდვილად არ ვაპირებ, ხელი გაუშვა და რა თქმა უნდა, წიგნსაც აუცილებლად გამოვცემ. მე ყველაფერში დაგეხმარები, მათ შორის წიგნის გამოცემაშიც, დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ჩვენ თანამოაზრეები ვართ. ეხლა კიდე სხვა შეკითხვა მინდა დაგისვა. მე მასწავლებელიც ვარ, მაგრამ მშობელიც ვარ რა და ხანდახან მიჭირს ხოლმე რომ ჩემ თავს როგორც მშობელს კიდე უფრო კრიტიკულად შევხედო. ჩემი შვილიც აქ არის, აქ დადის, შენ ჯგუფშია და მასაც ვეკითხები ხოლმე რომ აი რაღაცას თუ არასწორად ვაკეთებ, მიმანიშნე, მითხარი რომ მეც დავფიქრდე, გამოვასწორო და ასე შემდეგ. ჩვენ მასწავლებლებზეც ვილაპარაკეთ, მოსწავლებლებზეც ვილაპარაკეთ, მშობლებზე არ ვილაპარაკია და შენი ხედვით თანამედროვე მშობელი რას ვერ აკეთებს ისე, რომ კიდევ ბედნიერი ბავშვი, აი რაც ქვია ჩვენს პოდკასტს, ბავშვი იყოს ბედნიერი. აი რაში აი რა რჩევას მიცემ მშობლებს, ხა კი არ გავაკრიტიკოთ, არამედ აი რაღაცა თქვათ ისე მშობლებს ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ, იმიტომ რომ სამწუხაროდ
არა, უფრო სამწუხაროდ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ნამდვილად არ მიგვირს, რომ ჩვენი მშობლები ჩვენს სწავლა-განათლებაზე ნერვიულობენ, ხელავენ, იმიტომ რომ იმდენ დროს და ინვესტიციას დებენ ჩვენში, რომ ნამდვილად მათ ვერ გავაკრიტიკებთ. უბრალოდ მე როგორც შვილი და როგორც მოსწავლე, ერთ-ერთი მშობლებს იმ რჩევას მივცემდი, რომ ჩვენ მოსწავლეები არ შეგვაფასონ მასწავლებლების მიერ დაწერილი ნიშნებით, იმიტომ რომ როგორც თქვენს ცხოვრებაში, როგორც მშობლებს გაქვთ უამრავი პასუხისმგებლობა და ასე ვთქვათ, უამრავი სატკივარიც და უამრავი ასე ვთქვათ, საფიქრალიც, ზუსტად ისე აქვთ მასწავლებლებს და ზუსტად ისე აქვთ მოსწავლეებს და შეიძლება ესე ყოველდღურად არ ჩანს, თუმცა ხშირად მოქმედებს ჩვენს ნიშნებზე ჩვენი ემოციები. და ზოგადად ძალიან არ მომწონს ეს ნიშნების სისტემა, თუმცა სანამ ისევ ეს სისტემაა ჩვენს ქვეყანაში, მანამდე ხო, შეგვაფასებთ ნიშნებით, იმიტომ რომ მაგაზე მე მომისმენია, მაგალითად სკოლის დირექტორისგან ესეთი აზრი, რომ აბა მაშინ როგორ გავზომოთ სწავლის ხო, სიმართლე გითხრათ, მეც მიფიქრია ამაზე და ჯერ ვერ ვიპოვა იმ პასუხი იმისა, რომ ასე ვთქვათ, აი ბოლომდე, იმიტომ რომ ალბათ ამას ძალიან დიდი დრო და ენერგია დაჭირდება, რომ ყველა მოსწავლეს ესე ვთქვათ, ცალ-ცალკე საგანში დაეწეროს რაღაც სიტყვიერი შეფასება. და ამიტომ იყოს ნიშნები, უბრალოდ ეს ნიშნები არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მე თუ რაღაც ქართულში დღეს ცხრიანი მივიღე, აი, ანუ მე ცხრიანზე ვიცი ქართული, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ პირველად როცა მივიღე ქართულში ცხრიანი და ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ აი, ცხარეცრემლი თვიტირა და მაშინ ჩემო მასწავლებელმა ესე მითხრა, რა გატირებსო რა, იმიტომ რომ იმ დღეს რაღაც დავაკელი, უბრალოდ ჩემს გაკვეთილს და ჩემს ნაშრომს და ეს ნამდვილად არ განაგებდა იმას, რომ მე რაღაც მარიტა კარგად არ ვიცოდი, იმიტომ რომ მახსოვს, რომ მარიტას ვაბარებდი მაშინ და სწორედ ამის თქმა მინდოდა და კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ მოსწავლეებმა, იმიტომ რომ ისედაც ძალიან პატარა ასაკში გვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ეს შეიძლება არ მოეწონოთ, ან შეიძლება ის არ იყოს, სადაც აი ჩვენ რო პატარები ვიყავით და იქ წარმოგვიდგენდნენ მომავალში და ეხლა რო ეს მომავალი დაუდგათ მართლა შეიძლება მაგალითად დედაჩემის მაგალითზე, დედაჩემი სულ სხვაგან ხედავდა და მე ახლა სულ სხვაგან მივდივარ. თუმცა ძალიან ბევრი საუბრის და ასე ვთქვათ აზრების გაცვლა გამოსვლის შემდეგ იმას მივაღწიე, რომ ჩვენ ყველა მოსწავლეს გვაქვს ჩვენი გზა და პირიქით მშობლის გვერდში დგომა მოსწავლეებს. ყველაზე შეიძლება ესე არ ვაღიარებთ ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტად გვიხარია, როცა მშობელი, პირველ რიგში მშობელია ჩვენი გულშემატკივარი და მერე უკვე მასწავლებლები. ამიტომ ხო, ამ რჩევას მივცემდი მარტო და ისე მე მიხარია შენი მშობელი ესე ხარს გიჭერს, აი ამდენი წელიწადია შენ შემოქმედებით უნარების ჯერა, როგორც ვთქვათ, აი მე მჯერა, სხვა ჯერა და კარგია, ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პირადად ჩემს მაგალითად სულ სხვაგან მხედავდნენ, მე სულ რაღაც თავიდან სულ სხვა ინტერესები მქონდა, სულ ტექნიკური, პირიქით ტექნიკური ძალიან მინდოდა ინტერიერის დიზაინი. მახსოვს, ხო, ინტერიერის დიზაინერობა მინდოდა ძალიან ყოველთვის, თუმცა აი რაღაცა ეს მე-6 კლასელ მარიამში მოხდა ეს რაღაც გარდატეხა, რომ მან აირჩია ლიტერატურის გზა და შარშანაც მქონდა იმის, შარშან კი არა, წელს მქონდა იმის ასე ვთქვათ პერიოდი, რომ ვიფიქრე პროფესიის შეცვლაზე და როგორც კი დავიწყე მომზადება ზედმეტ საგანში, რომელიც უნდა ჩამებარებინა, რომ სხვა ფაკულტეტზე ჩამებარე, ამსვე ჩემი ცხოვრება ამოყირავდა და ესე უყუღმა წავიდა მართლა. და მაშინ მივხვდი, რომ არა მარიამ, ანუ შენი გზა ეს არის და ეს უნდა გააგრძელო რა. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მომავალი პროფესია, რა შემოსავლის იქნება, ან რა რეალობაში მოგვიწევს ყოფნა. მე ზუსტად ვიცი, რომ მარტივი გზა ნამდვილად არ მაქვს გასავლელი, მაგრამ მთავარია, რომ გვერდში გვედგნენ და მე ყველაფერი ბევრად მარტივია, როდესაც მხარდაჭერას გრძნობ და მარტო არ ხარ რაღაც გზაზე და მე ნელ-ნელა ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება. თუ რა თქმა უნდა ბოლომდე ვიშრომებთ ამ ჩვენი მიზნებისთვის. ამიტომ მაგიტო რომ მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ის სამი რაღაცა აგურია, რომლის გარეშეც აი ერთ-ერთი რო გამოარეს ხო ინგრევა შემდეგ შენობა. ზუსტად აი ამ 12 წლის მანძილზე სამივე ერთდროულად უნდა დადოს მათი შრომა, მათი ასე ვთქვათ ემოციურად სამივე ერთმანეთი ასე ვთქვათ უნდა შეაკავშიროს და შემდეგ მიზანი ნამდვილად იქნება მიღწეული და თუ მასწავლებელი სხვა
იძახის მოსწავლეს სხვა უნდა და მშობელი სხვას ფიქრობს, რა თქმა უნდა, მიზანს ვერც ერთი ვერ მიაღწევს. ჩვენი ფორმულა თქვი, ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა, მიუხედავად იმისა, ბევრი კითხვა შეიძლება კიდე ყოფილიყო, ძალიან საინტერესო ლაპარაკობ შენ, მაგრამ მაინც ეს უკმარისობის განცდა დაუტოვოთ, მოდი ჩვენს მაყურებელს დარწმუნებული ვარ, ვინც უყურებს, ახლა იტყვის რომ ნეტავ კიდევ ყოფილიყო, კიდევ ბევრი ელაპარაკა მარიამსო, მაგრამ არ ვიზამთ ასე. დაელოდონ სხვა პოდკასტს და სხვა ეპიზოდს. შენ რომ იღებდე ჯადოსნური ჯოხით რაღაცა ტიპის გადაი რომ დაადებდე ერთი რაღაცა შეიცვლება თანამედროვე სკოლაში. აი რას შეცვლითი? აბსოლუტურად ყველა სკოლაში, რომელიც გვაქვს საქართველოში და პირველ რიგში საჯარო სკოლებში გავაკეთებდი იმ ბიბლიოთეკას, რომლის კარიც არასდროს არ იქნებოდა დაკეტილი, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემი ტკივილი სულ ეგ იყო, რომ მე რო ბიბლიოთეკაში ჩავდიოდი, როცა საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, სულ დაკეტილი მხვდებოდა კარი, აი სულ და ნამდვილად მე აი რო შევაჯამო რა, ჩემ დღევანდელი დღე მგონია რომ თუ მოსწავლეს გავუღვივებთ წიგნის სიყვარულს და ასე თქვა, აი დაწერილი სიტყვის სიყვარული, იმიტომ რომ აი ხო არის ფრაზა რომ დაწერილი სიტყვა განძთა შორის უძვირფასესი განძია, აი თუ აი ამ დაწერილი სიტყვის სიყვარულს გავუღვივებთ მოსწავლეებს და მივახვედრებთ თუ რა მხელა სიმდიდრეა ბიბლიოთეკა, წიგნები და ეს ყველაფერი, შემდეგ ყველა მოსწავლე თავიანთ სფეროებში და თავიანთ ინტერესებით ბევრად უფრო განვითარდებიან. პირველ რიგში ამას გავაკეთებდი და ისე ვისურვებდი რომ უფრო ბევრი ჯადოსნური ჯოხი მქონდეს. კარგი დასასრული იყო, როგორც ლიტერატურულ ტექსტს უხდება, ესე ვთქვათ, აი კულმინაციური დასასრული იყო და მოდი აქ გავჩერდები. უბრალოდ სტანდარტული კითხვა გვაქვს ჩვენ ამ შეხვედრაზე. მანამდე ვიტყვი რომ სულ მავიწყდება ხოლმე და სულ მახსენებენ რომ უნდა ვთქვა რომ ამ პოდკასტის მხარდამჭერი არის გამომცემლობა ფსიქოლოგიკას გამოცემული წიგნი ბედნიერი ბავშვი და რთული ბავშვი, რომელიც ძალიან საინტერესო წიგნებია, ნამდვილად გამოადგებათ მშობლებს, მასწავლებლებს და მათ შორის მოზარდებსაც. კიდევ უნდა ვთქვა ის, რომ თქვენ ფასკუნჯის სივრცეში ვართ ახლა ჩვენ და უყურებთ თქვენი პოდკასტს, რომელსაც ახლა უყურებთ და ამ პოდკასტის სახელია ბედნიერი ბავშვი და ის უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს აქ კურსი ბედნიერი ბავშვი, გვაქვს რამდენიმე მიმართულება საბავშვო მიმართულებები ფსიქოლოგიის, ისტორიის, ქართულის და ასე შემდეგ. შეგიძლიათ რომ თქვენი შვილები მოიყვანოთ ჩვენთან სიამოვნებით თუ მასპინძლებთ მათ და ნუ აი ეს არის ხოლმე რაც უნდა ვთქვა და სულ მავიწყდება, მაგრამ ეხლა აღარ დავავიწყდა და ვთქვი. და ბოლო დასასრული ჩვენი შეხვედრის არის ასეთი შეკითხვა, შენი აზრით როგორია ბედნიერი ბავშვი, ფორმულა რომ მითხრა. ჩემი აზრით ბედნიერი ბავშვი არის რთული კითხვა სხვადასხვაობით. ბედნიერი ბავშვია ბავშვი, რომელიც აი როდესაც მთელი დღის შემდეგ სახლში ბრუნდება და მის თავში, აი როდესაც დაფიქრდება მთელ დღეზე, მის თავში არც ერთი წამით ეჭვს არ შეიტანს. აი ჩემს ეს არის ბედნიერი ბავშვი და აი ამ გრძნობას სწორედ განაგებს ოჯახი, მასწავლებლები, გარემო, სკოლა და ის რაღაც კონკრეტული წრეები, რომელზეც ბავშვი დადის. ამიტომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, რომელიც პირველ რიგში ბავშვს ზრდის, არასდროს არ უნდა გაუჩინოს ბავშვს რაღაც ეჭვი საკუთარ თავში და ის ბავშვი აუცილებლად იქნება ბედნიერი. მე ასე ვფიქრობ. მადლობა მარიამ, მადლობა იმისთვის, რომ ასე გიყვარს ლიტერატურა, მადლობა იმისთვის, რომ ამირჩიები მასწავლებლად, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სიმართლე რომ გითხრა. ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის იმიტომ რომ ჩვენ მასწავლებლებსაც გვჭირდება ხოლმე მხნეობა, იმიტომ რომ აი რაღაცა შენი მოსწავლე რაღაცნაირად რომ აგზელებს იმ საქმეს რაღაც რაც შენ გინდა მას გადასცე, გიხარია რომ აი წყალში გადაყრილი შრომა არ არის. მე მაინც ვფიქრობ რომ არავითარი შრომა წყალში გადაყრილი არ არის, რაღაცა შედეგი ყოველთვის მოაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვიხარია ხოლმე, როცა აი რაღაცა ესეთი სიყვარული ხდება და უბრალოდ მაყურებელს ვეტყვი რომ აი ესეთია კლიმი წიგნის მოთხრობიდან კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა ნამდვილად აი ჩვენ ესეთი სისტემა გვაქვს აქ შექმნილი რომ ვცდილობთ რომ ესეთი ბევრი კლიმი მივცეთ ჩვენს საზოგადოებას
შემოქმედებითი ინტელექტი არის ის მთავარი, რაც შენ წერანეს სწორად თქვი და კიდევ უფრო განვავრცობ, რომ ყველაფერი გამოგივა ცხოვრებაში თუ ამაზე უარს არ იტყვი. და მშობლებს მინდა უბრალოდ ვთხოვო, რომ თუ თქვენ შვილს ოდნავ მაინც რაიმე შემოქმედებითი უნარჩვევები გააჩნია, არ არის აუცილებელი ყველა მწერალი გახდეს ან მხატვარი ან ასე შემდეგ. თუ კი რამე აქვს პატარა, მიეცით მას საშუალება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეალიზება, იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი მე მგონი ადამიანს არაფერი არ აქვს და მე მივხვდებით ყველანი, რომ ის ვით შემოქმედებითად რეალიზებულია, ყველაფერი გამოუვა ცხოვრებაში. მადლობა მარიამ, რომ გვესტუმრე პოდკასტში. ჩვენი შემდეგი ეპიზოდი იქნება, როცა იქნება მაშინ, ყოველ ხუთშაბათს 7 საათზე იდება ხოლმე ახალი ეპიზოდი, 9 საათზე ბოდიში იდება ხოლმე ახალი ეპიზოდი და თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ და გამოიწეროთ არხი ბედნიერი ბავშვი. აბა დროებით. მადლობა თქვენ სტუმრობ.